კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას გახსნილად ვაცხადებ. ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს მესამე მოსმენით, როგორც მოგახსენებათ დაშქარებული წესით ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების პროექტებს თანდართული პაკეტით, კანონ პროექტებით მოხსენებელი გახავთ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. დავამტკიცოთ დღის წესრიგი პირველ რიგში. მადლობა, ბატონი შალვა. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფას კოლეგებო, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ ცვლილებათა პაკეტს, პარლამენტის რეგლამენტი და გამომდინარე კანონპროექტები. ჩვენ შეგვიძლია კანონი ვთქვათ და თუ კი რაიმე ცვლილება ბატონო. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. მცირე სარედაქციო ცვლილება პუნქტუაციის სახით. კი ბატონო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები კოლეგებს არ აქვთ. შემდეგი საკითხი კანონპროექტი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონპროექტის ცვლილების შეტანის თაობაზე. სარედაქციო ხასიათის ცვლილება, რომელიც მეორე მოსმენით განხილვისას გავაჟღერე უკვე, კერძოდ სახელწოდებასთან დაკავშირებით ნაცვლად ინიციირებული ტექსტისა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ რედაქციულად ჩასწორდა, რომ იყოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და შესაბამისად ასახულია ყველა მუხში. კი ბატონო. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. შემდეგი კანონ პროექტი, რომელიც შედის პაკეტში გახლავთ საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილება არის, რომელიც ეხება სახელწოდებას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. კი ბატონო, კითხვები არ არის, შენიშვნები და მოსაზრებები. შემდეგი გახლავთ დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილება, რომელიც ეხება სახელწოდებას. კარგით, ჩემო ბატონო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც ცვლილება რედაქციული ხასიათის, რომელიც სახელწოდებას ეხება. მადლობა, კითხვები, შენიშვნები არ არის. შემდეგ გახლავთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც ცვლილება ეხება მხოლოდ სახელს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. მხოლოდ სახელს ახალმა განიცადა ცვლილება. კითხვები, შენიშვნები არ არის. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც მხოლოდ სახელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. სახელწოდება აქაც არის შეცვლილი. ცვლილებები, კითხვები, შენიშვნები არ არის. შემდეგი გახლავთ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც მცირე რედაქციული ცვლილებებია პუნქტუაციის სახით. კი ბატონო, ხომ არ არის კითხვები, კოლეგებს არ აქვს შენიშვნები? არ არის მსგავსი. კარგით, წიწუთეთ. ახლა შემდეგი კანონპროექტი გახლავთ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ ცვლილებები არ არის. ცვლილებები არ არის, ალბათ კითხვებიც არ იქნება. და შემდეგი საკითხი, ეს და ბოლოს საკითხი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების გარეშე. კითხვები არ არის, როგორც ხედავთ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ბატონო შალვა. კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. მხარდაჭერილია ერთხმად, დიდი მადლობა, კომიტეტი დასრულებული.